აჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო. საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო იმედს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღიეთერში გთავაზობთ გადაცემას ფრეშ კლუბი. გადაცემა რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ისეთი ტიპის რეკომენდაციების და რჩევების მიღება, რომლის გათვალისწინებაც ჩვენს მსმენელებს ძალიან კარგად შეუცვლის ცხოვრების ასე ვთქვათ ნირს, შეცვლის მათ განწყობას, გავადვილებს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებას. დღეს შევარჩიეთ ამ კუთხით სასაუბროდ გასაუბრება, რომელიც ხშირად ეგრეთ წოდებული აქილევსის ქუსლადაც გვევლინება ხოლმე, ხშირად დადის მითები, რას შეკითხვებს სვამენ გასაუბრებებზე, რა უნდა ვუპასუხოთ ამ დროს, როგორი უნდა ვიყოთ, როგორ წარდგეთ თქვათ ასეთ შემთხვევებში და დღეს გადავწყვეტე მედია ტაბატაძემ საკონსულტაციო კომპანია ინსორსის დირექტორმა ისაუბროს ამ საკითხებზე სასაუბროდ, მით უფრო ისინი ატარებენ კვლევებს, აქვთ უკვე დადებული კონკრეტული შედეგები და გავიგოთ ინტერვიუს კითხვების გამოკითხვამ რა გვიჩვენა. დღემშვიდობისა მოგესალმებით მედია, მადლობა რომ გსტუმრობთ. მადლობა მივესალმებით თქვენს მსმენელს. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმით, რა კვლევა ჩატარდა, რისთვის ჩატარდა, რატომ გადაწყვეტეთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და შემდეგ უკვე რა შედეგები გვიჩვენა, ამაზეც ვისაუბროთ დაწვრილებით. კვლევას ვერ დავარქმევთ, ეს უბრალოდ გამოკითხვა. კვლევის მცირე ნაწილში შეიცავდა მხოლოდ სტანდარტული კითხვები, რაც შესაძლებელია რომ სამუშაოს მაძიებელს, კანდიდატს გასაუბრების განმავლობაში დაუსვას სამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ეს იყო დაახლოებით 10 კითხვა, შემდეგ იყო უკვე ესეთი დავუდოვეთ არჩევანი გამოკითხვაში მონაწილეებს, რომ დაესახელებინათ ყველაზე საინტერესო კითხვა პოზიტიური კონტექსტში, საინტერესო კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა იმ კონკრეტულ ვაკანსიას, რაზეც სასაუბროდაც მიიწვია ორგანიზაციამ. საინტერესო კითხვა, რომელიც ჩათვალეს, რომ ცოტა უცნაური არის, არ შეესაბამებოდა, ესე ჩათვალეს, არ შეესაბამებოდა არც კონტექსტს და არც ვაკანსიას და კითხვა, რომელზე პასუხიც გაუჭირდა სამუშაოს მაძიებელს. საკმაოდ საინტერესო სურათი მივიღეთ, იმიტომ რომ სტანდარტული კითხვები აღმოჩნდა, რომ კარგად ვწოდნიან ჩვენ ინსორსის წარმომადგენლებს, დაახლოებით 100% არის და 100% დაფიქსირდა, გამოკითხულთა 100%-მა დაადასტურა, რომ ამ კითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა და საინტერესო სურათი ქონდა უცნაურ კითხვებში, რომელიც ვერ გაიგეს რატომ დაუსვეს გასაუბრებაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამ გამოკითხვის ჩატარების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ძალიან ხშირად მოგმართავდნენ ხოლმე თუ გვიზიარებდნენ შთაბეჭდილებას, რომ იცით, აი მე ვიყავი ორგანიზაციაში, ამ ორგანიზაციაში შემეკითხნენ ამ ჩემ რაღაცა ესეთი ოჯახურ პირობებზე და უნდა ეკითხათ თუ არა ეს და მე ვუპასუხე ეს და სწორად ვუპასუხე თუ არა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერ კითხვა ცოტა ვეთანხმები უცნაური და მე რა უნდა ვუპასუხოს ხა კანდიდატმა, ჩვენ ხო არ ვართ ამ ოჯახური სიტუაციის მონაწილეები. ხშირად გვიზიარებდნენ კიდევ საინტერესო კითხვებზეც გამოცდილებას და მოკლედ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა გვენახა რა ხდება ჩვენთან და ამ იდეას მე ესეც მივაყოლეთ, რომ წამყვან ქვეყნებში, რომლებზეც სულ ლაპარაკობთ ხოლმე აღმატებულ რეჟიმში, აბა ვნახოთ რა საკითხებიან და მოდი შევადაროთ იქაური კითხვები, აქაურ კითხვებს. განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა. რა არის ძირითადი განსხვავებები, მოდით ამაზე ვისაუბროთ. რა ქართული დამსაქმებლები სად სვამენ აქცენტებს და რას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას უცხოეთში? სხვა ინდუსტრიის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ძირითადად რომელი კომპანიაც არ უნდა იყოს, ეს აუცილებლად შეეკითხება კანდიდატს მოტივაციის შესახებ. აუცილებლად შეიძლება სხვადასხვა პერიფრაზირება, განსხვავება ამ კითხვების, აუცილებლად შეეკითხება ცოდნის შესახებ, აუცილებლად შეეკითხება აი ისეთ კითხვებს, რომელიც მის გონებრივ, smart ესეთი შესაძლებლობებს, კი, აუცილებლად შეეკითხება გააჩნია ორგანიზაციის ინტერესებიც რა არის ხოლმე, როგორ დაუშვათ შეძლებს გარკვეული სამუშაოების სირთულეების გამკლავებას. მოდი ესე ვთქვათ, ანუ ძირითადად ყველა დიდი ორგანიზაციის, არაქართული ორგანიზაციის, ანუ დასავლური თუ ევროპული
კულტურის წარმომადგენელი ორგანიზაციები ამოწმებენ ხოლმე ძირითადი სამი არის мотиваცია, ცოდნა და შესაძლებლობები. ცოდნა კონკრეტული რაც მიიღო დაუშვათ ან უნივერსიტეტი იქნება ეს თუ სამუშაო გამოცდილებით ეს. და რა ჩვენა გამოკითხვა რომელიც ჩატარდა ჩვენს რეალობაში რა პირველ რიგში რა საკითხებით ინტერესდებიან გასაუბრებაზე? ცოდნა არის რა თქმა უნდა, თუმცა რა ისწავლა უფრო აი ესეთი კითხვები, ანუ მომიყევით თქვენ შესახებ არის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად ისმის და აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია ეკითხება, აი გასაუბრებას იწყებენ ამ კითხვით, ანუ მომიყევით თქვენ შესახებ. მომიყევით თქვენ შესახებ როგორც აღმოჩნდა, ბევრ კანდიდატს არ მოსწონს, იმიტომ რომ ესეთი პროფესიული ტერმინია, ზოგადი კითხვა არის, რომელიც რთულია, როგორ თქვათ, პასუხის გასაცემად, რადგან აი მე ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ როდესაც მკითხეს მომიყევით თქვენ შესახებ, მე დავაზუსტე რა გაინტერესებ დაბადებიდან თუ უნივერსიტეტი რო დავამთავრე. აი ესეც ადასტურებს იმას, რომ ეს კითხვა ძალიან ზოგადი და ვრცელი არის და არ ღირს ესეთი ზოგადი კითხვის დასმა გასაუბრებაზე. იმიტომ რომ რა ხდება, იცით, მე კანდიდატი მთლიანად თავის ინფორმაციას ან თავისი ცოდნა გამოცდილების შესახებ აწყდის და მე ჯერ ერთი CV-ში წერიან სააპლიკაციო ფორმაში. და მე ინტერვიუერი უკვე ის არის იღებს სრულყოფილი ინფორმაციას და პირველი შთაბეჭდილება ექნება, რომ შეიძლება ეს ტიპია, ვინც ამ კონკრეტულ ვაკანსიაზე იყოს წარმატებული ორგანიზაციაში. გასაგებია. თქვენ დასვით შეკითხვები და შემდეგ უკვე დაყავით კონკრეტული მიმართულებებით, როდესაც შეკითხვები, რომლებიც შეხვედრით დრის დროს დასვა, ზოგადად ინტერვიუერმა, რომელზეც ისაუბრეთ და მოდით, ჩვენ ავხსენეთ უკვე და ვახსენეთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ. მოგვიყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. როგორი უნდა იყოს ამ დროს პასუხი იმისთვის, რომ სამსახურის მაძიებლებს, აპლიკანტებს გავადვილოთ, მივცეთ ერთგვარი, ავიღოთ საკუთარ თავზე ერთგვარი გზამკვლევის რა არის იცით, ხშირად სამუშაოს მაძიებლებიც აკრიტიკებენ ხოლმე კი არა, როგორ არის იცით, ცოტა ესეთი, ხო, კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ მე სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ პრობლემას ორი მონაწილე ყავს. როგორც ინტერვიუერი უნდა მოემზადოს, ანუ ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს HR მენეჯერი ან მენეჯერი, ისე სამუშაოს მაძიებლის კანდიდატიც უნდა მოემზადოს. როდესაც ადამიანი მიდის გასაუბრებაზე, აუცილებლად უნდა გაიაზროს აი ეს მესიჯებად ჩამოაყალიბოს თავისი სამუშაო გამოცდილების შესახებ, თუ რა წარმატება მიაღწია სად, თუ რისი სწავლა ან გაუმჯობესება სჭირდება, რატომ უნდა ამ ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა სამსახურის დაწყება ყველას უნდა გავიგეთ, არ არის ფართო არჩევანი და დიდი არჩევანი, მაგრამ რაღაცა ერთი ხო არის, რის გამოც ვიწყებთ ხოლმე მუშაობას. ანუ ამაზე უნდა ჩამოყალიბდეს და უპასუხოს გულწრფელად. ანუ სამუშაო გამოცდილება თუ დაუბრუნდებით ამ კითხვას სამუშაო გამოცდილების შესახებ მომეყევით, მაქვს 5-წლიანი გამოცდილება ან ვარ იმაში პროფესიონალი და ამდენი ხანი თუ პროფესიონალია, ძალიან კარგი დაწყება. და თუ დაუშვათ სხვადასხვა ორგანიზაციებში და სხვა ესეთი რაღაცა სხვადასხვა პერიოდულობით მოუწია მუშაობა, უნდა თქვეს, რომ აი იმ კონკრეტულ მიმართულ, მაგალითად ჟურნალისტიკის სფეროში მაქვს 5-წლიანი გამოცდილება და ძირითადად მუშაობდი ამაზე, პოზიციებია რა, ოღონდ ანუ თემები, ანუ საკითხები, რაზეც მუშაობდა. აი ეს იქნება კარგი პასუხი, რომელთაც კარგ რეზიუმეს მიაწოდებს ორგანიზაციის წარმომადგენელს. ანუ აი პირობითად რო ავიღოთ ვარ HR მენეჯერი, მაქვს მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, პირობითად ვამბობ 10-წლიანი გამოცდილება, ძირითადად მიწევდა მუშაობა performance management-ის მიმართ, უკაცრავად ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით და всё, აი ეს. გასაგებია. ნუ მოვიდებოთ. ხო, არა, ანუ CV-ს მოყოლა არც მხარეს არ სჭირდება. ანუ კანდიდატმაც არ უნდა თქვას, რომ აქედან ამ წლებში იქ მუშაობდი, აქედან ამ წლებში იქ მუშაობდი. ბიოგრაფიული ჩამონათვალი არა, უნდა შეაჯამოს, რომ 5 წელია თუ 3 წელია თუ 10 წელია სად მუშაობდა და ძირითადად მისი გამოცდილება რას მოიცავს. ინტერვიუ როგორც წესი არის CV-ს მომდევნო, ანუ შემდეგი ეტაპი. რისთვის დაგიბარეს შენ, ალბათ ამაზე უნდა დაფიქრდე პირველ რიგში, როდესაც რა თქმა უნდა, აი რისთვის დამიბარეს, ზუსტად ეს კარგი ის არის შენიშვნა, უნდა გავიაზრო, რომ დამიბარეს, რისთვისაც დამებარეს ეს ინფორმაცია მოვამზადო. აი ისმება ყველაზე ხშირად შეკითხვები, რა იცით, ვაკანსიის შესახებ, რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა, რატომ უნდა გიყვანოთ სამსახურში, რატომ წამოხვედით სამსახურიდან. ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური შეკითხვა ალბათ და რომელსაც ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეს. საუბრის ერთ ნაწილში თქვენ ახსენეთ, რომ გულწრფელად უნდა უპასუხოთ და რამდენი შესაძლებელია, რომ გულწრფელობა წაგადგეს ამ შემთხვევაში. ნაკლებად და სადღაც თუ ავიღებთ 95% თუ მეტი არა ამ კითხვაზე გულწრფელად არ უპასუხებს, იმიტომ რომ ეს კითხვა არ უნდა დაისვას.
ამისთვის თუ რატომ წამოვიდა ორგანიზაციიდან არის გადასარავი მეთოდი მოიკითხეთ იმ სამსახურში საიდანაც წამოვიდა, რატომ წამოვიდა, რეკომენდაცია. როდესაც ადამიანი მიდის გასაუბრებაზე და სამსახურის მაძიებელია, რატომაც წამოვიდა, ხო? ჯერ ერთი სულრომში ისეთი კარგი მითი წამოსულიყო, ხო, განზრახვით. ძირითადად სამსახურიდან მიდიან, ან უფრო კარგი ოფერი აქვთ, შეთავაზება აქვთ, ან რაღაცები არ მოსწონთ, ხო? რაღაცები რაც არ მოსწონთ, იმას არ გააზიარებენ ხოლმე გულწრფელად, იმიტომ რომ არიციან, ვაი და ის რაღაცა რაც არ მოსწონთ თქვენს ორგანიზაციაშიც იყოს. ამიტომ ჯობია რომ ეს კითხვა ნაკლებად დავსვათ ხოლმე და უფრო რეკომენდაცია. რეკლამის დრო ჩვენს ეთერში მოდით სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით დღე ეთერში მადლობა რომ გვისმენთ. ფრეშ კლუბი ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ გადაცემას ფრეშ კლუბი. დღეს საუბრობთ შეკითხვებზე, რომლებსაც სვამენ გასაუბრებების დროს. მედია ტაბადაძე საკონსულტაციო კომპანია ინსორსის დირექტორი გახლავთ დღეს ფრეშ კლუბის სტუმარი. კითხვები, რომლებიც შეხვედრის დროს დასვა ინტერვიუერმა არის ძალიან საინტერესო და გაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ნაწილობრივ, მაგრამ მოდით გავყვეთ იმ შეკითხვებს, რომლებიც მოისმინეს აპლიკანტებმა, რომლებიც მოისმინეს სამსახურის მაძიებლებმა და რა უნდა გააკეთონ ამ დროს. ეს არ არის ის შეკითხვები, რომელსაც სვამს აუცილებლად თქვა ინსორსი გასაუბრების დროს, მაგრამ ჩვენ არ სვავთ უგაცრობად ჩვენ არა. თქვენი კი ბატონო, მაგრამ რადგან ბაზარი არის ჭრელი, როგორც ამბობენ და ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება მოისმინო, მოდით გავომარტივოთ აპლიკანტებს გადაწყვეტილების მიღება, გავომარტივოთ გზა, გავომარტივოთ თქვა ინფორმაცია და შინაარსზე მუშაობა, რომელიც მათთვის იქნება დადებითი რეზულტატის მომტანი. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები არის შეკითხვა, რომელიც ისმება ამ დროს, რამდენი წელია მუშაობთ, რატომ შეესაბამებით ვაკანსიას, რა ხელფასი იქნებოდა თქვენთვის მისაღები, რა უნდა უპასუხონ ამ დროს აპლიკანტებმა მედი. ძლიერი და სუსტი მხარეები, კარგი კითხვა, თუმცა ცოტა მოძველებული არის. ანუ აქ არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვარ კეთილშობილი, კარგ ოჯახში გაზრდილი, ეს არა ძლიერი მხარე, ანუ საქმესთან მიმართებაში, ანუ რა იცის და რა გამოუვა კარგად, თუ შედგება თანამშრომლობა. ასევე არის სუსტ მხარზე, ან პიროვნული თვისებებზე საუბარი, რომ ან კეთილი ვარ, ან ჯიუტი არ შეიძლება. ეს არაფრის მომცემი არ არის. პირიქით, უფრო იზრდება რისკი იმისა, რომ შეიძლება აი ეს სიჯიუტე ან კეთი განწყობა არ მოეწონოს მორგებული. არ მოეწონოს ორგანიზაციის წარმომადგენელს. ხო, მეც ხშირად მსმენი, ანუ გვიზიარებენ ხოლმე ინფორმაციას, რომ აი რომ ვეკითხებით ამას, ყველა ამობს იმას, რომ ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ჯერ ერთი ძალიან ისეთი თემა ხალხთან ურთიერთობა რა არის და სიყვარული კიდე ცოტა მეორე ისეთი თემა რას ნიშნავს მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ამიტომ ჯერ ერთი ამ კითხვის შინაარსიც და უпростоრად მიზანიც ის არის, რომ გამოარკვიოს რა იცის და რისის სწავლა დასჭირდება პოზიციაზე, ამიტომ პასუხი უნდა იყოს ეს, რომ ძლიერია რომ პირობითად ავიღოთ, ვიცი ძალიან მაგრად საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და სისუსტეა ის, რომ ნაკლებად ვიცი ბუღალტერია. ეს მაგალითისთვის მოვიდა. გასაგებია. რა იქნებოდა ხელფასი მისაღები თქვენთვის? საკითხი, რომლისთვისაც ხშირად აპლიკანტებს ეუხერხულებათ ხოლმე საუბარი. ან საერთოდ არ სვამენ ამ შეკითხვას, ან წამოსვლის დროს სვამენ, როცა ეს ოპტიმალური დრო დასვა. და ასევე მაინტერესებს ის, რომ დასვა შეკითხვების სამსახურის შესახებ თავად გამსაუბრებელთან, ასე ვთქვათ, რამდენად არის მიზანშეწონილი იმისთვის, რომ მიიღო ამ უძრავი ინფორმაცია, სად მიდიხარ. და მოწონთ ეს ინტერვიუერებს? როგორც კომენტარები მოგწერეს გამოკითხულებმა, როდესაც კანდიდატი კითხვებს უსვამს უკვე ორგანიზაციის წარმომადგენელს და ეს კითხვები არის უკვე ისეთი, რომ რა არის სამუშაო გრაფიკი, გაქვთ თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო და ესე. რამოდენიმე ადამიანის ის იყო, ადამიანი არა პასუხი იყო ის, რომ არც თუ ისე კეთილგანწყობილი პასუხი მიიღეს. ეს არის, უნდა ვისწავლოთ, რომ ეს არის კანდიდატის უფლება ყველა კითხვა დასვას და არ ნიშნავს გასაუბრება იმას, რომ მაინც ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს კანდიდატმაც უნდა თქვას, რომ უნდა ამ პირობებში და ამ სამუშაოზე მუშაობა. ამიტომ მისი უფლებაც არის კითხვები დასვას, უნდა დასვას გასაუბრების ბოლოს. როდესაც კითხვების დასვა და კითხვები ამოიწურება კომპანიის წარმომადგენელისაგან. რაც შეეხება, ანუ ეს უფლება აუცილებლად უნდა გამოიყენოს და თუ არ მისცემენ ამის შანსს გასაუბრებაზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ ინიციატივა გამოიჩინოს თავაზიანად და თქვას, თუ შეიძლება, მე მაქვს კითხვა, რამოდენიმე კითხვა და გნებავთ ვისაუბროთ, გნებავთ იმეილით მოგწერთ. ელექტრონული პოსტით ორივე შესთავაზოს. უფრო იქით გადაიხრაბიან.
ხო, პირადი იმითი და ამიტომ ჯობია რომ ეს ინფორმაცია, ანუ რაც აინტერესებთ, რამდენი ხანი იქნება. ესეც უნდა მოამზადოს, რა სჭირდება იმისათვის რომ იმუშაოს კარგად ორგანიზაციაში. იქნება ეს მაგალითად სწავლება და ტრენინგები, იქნება დაწინაურების პერსპექტივა, დაუშვათ ზოგს ხო ესეც ხებლავს მალე უნდა ზრდა, ხო? თუ აინტერესებს განაკვეთური სამუშაოები ხდება თუ არა, ნუ ყველაფერი მოკლედ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ამაზე მიდის მსოფლიო დავა. ეს ხუმრობით, ან ამას წავიკითხე, ძალიან საინტერესო სტატია იყო, Forbes-ის სტატია იყო, რომ რა უნდა ვქნათ, როდესაც HR მენეჯერი გეკითხებათ გასაუბრებაზე თქვენი სასურველი ხელფასი და რჩევა იყო ესეთი, რომ აიძულეთ HR მენეჯერი ჯერ თვითონ დაასახელოს ის ხელფასი, რაც დაგეგმილი აქვს იმას, ანუ ისე უნდა წარიმართოს მოლაპარაკება და აქედანაც ესეთი მესიჯები უნდა წავიდეს კანდიდატის მხრიდან, რომ ჯერ ორგანიზაციის მხრიდან, ორგანიზაციის HR მენეჯერმა თქვას, რას ფიქრობენ ვაკანტურ პოზიციაზე ანაზღაურებად. მოკლედ, კარგი პასუხები იყო Forbes-ის მიხედვით და ძალიან მომეწონა. ესეთი მე ვიცი რომ პირობითად ავიღოთ კარგი ფინანსური მენეჯერი სამწლიანი გამოცდილებით ბაზარზე, ჩვენს ბაზარზე პირობითად ვამობ, ღირს დაახლოებით 3500 ლარი, აი ესეთი რიზერჩებით გააკეთოს. მე ვფიქრობ რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე საბაზრო ანაზღაურება ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. ანუ არ თქვას, არ დაასახელოს კონკრეტული ციფრი, ეს მე ჩვენ სტატია დავწერეთ მარკეტერზე, ეს მე დავამატე ამ იმას იდეა იმდენად მომეწონა, რომ რა მაგარი გამოსავალია, როდესაც გეუბნევიან რა უნდა უთხრა ანაზღაურება, ხო? რომ ნახე რა ხდება ბაზარზე და დაამატა მე ეს მესიჯი, რომ ფიქრობ ჩემი ის ინტერესიც იქნება ის რაც საბაზრო ანაზღაურება ამ პროფესიას. როდესაც ასე გესაუბრება აპლიკანტი, როგორია განწყობა ამ დროს? ჩემი პირადი სუბიექტური ძალიან კარგი, იმიტომ რომ ესეთი ის მაქვს ხოლმე მოკლე მესიჯი, იცის რა უნდა. ხო, ანუ იცის. რა უნდა, იმიტომ რომ თუ დაუშვათ პირველი ხა უბრალოდ ამ ხელფასზე თუ მეტყვის რომ საბაზრო ფასი ეს არის და დანარჩენი არაფერი ღირებული არ მომისმენია, რა თქმა უნდა ამას არ ვიტყვი, მაგრამ თუ ნამდვილად იცის რომ ძლიერი მხარე რა აქვს და თუ ნამდვილად იცის გააზრებული აქვს რომ აი იმ ვაკანსიის სპეციფიკა მისთვის საინტერესო, ამ ვაკანსიის სპეციფიკიდან მისთვის საინტერესო და გასაკეთებელი რა არის და ის საბაზრო ფასის იცის, მაშინ იცის რა უნდა. მედია თქვენმა გამოკითხვის შედეგებმა წარმოაჩინა შეკითხვები, რომლებიც კანდიდატებს არ მოეწონათ, ან გაუჭირდათ პასუხის გაცემა. მაგალითად, დაახასიათეთ თქვენი ყოფილი უფროსი, ქმართან განქორწინების მიზეზი, ხომ არ იყო თქვათ ნარკომანია, ინტერესდებიან ხშირად ძალიან პირადული დეტალებით, როგორც არის ხართ თუ არა დაოჯახებული, თუ მიიღებთ პასუხს, რომ არა, რატომ არ ხართ დაოჯახებული, რა არის ამის მიზეზი? დაოჯახებაზე გასაუბრების გარდა ისე ჩვეულებრივ ნაცნობსაც შეიძლება გკითხო, რატომ არ თხოვდები ან ცოლი რატო არ მოგხავს? და კულტურის ნაწილი გახდა, ხო? მაგრამ ცოტა ეს არის ძალიან საქმიანი წინადადების დროს. ეს არ შეიძლება სულ ამას თხოვ ხოლმე იმას მართვის აკადემიაში ტრენინგების დროს მსმენელებს და სტუდენტებსაც რომ ყავს თუ არა დედამთილი ან სიდედრი ან ქმარი ან ცოლი არ შეიძლება არაფერ შუაში არ არის ვაკანსიაზე, ხო? თუ მე მაინტერესებს რომ ქმარი ყავს უზნეოვან ეჭვიანი და არ გაუშვებს ან ცოლი არის ესეთი, უნდა ვკითხო ესე. არის თუ არა რაიმე თქვენი პირადი ან ოჯახური ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის ჩვენთან მუშაობას. გასაგებია. არ დააკონკრეტოს, ამას ესეც შეიძლება თქვათ, თუ არის უბრალოდ უნდა მივიღო კი ან არა, კითხვაც ესეთია არის. რამდენად მე უკვე აი ეს პასუხზე დამოკიდებ, რასაც მეტყვის, მაშინ მე კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა, რომ ჩვენთან მნიშვნელოვანია ეს, გთხოვთ მოიფიქროთ, შეძლებთ თუ არა აი თქვენი ოჯახური რაღაცის მოგვარებას ისე, რომ ჩვენთან მუშაობის პროცესში ხელი არ შეგეშალოთ. ბოლო დროს შეიცვალა თუ არა ქართული ხალხის მენტალობა, შეკითხვა, რომელიც რეალურად ისმება, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქი, რომელიც აბსოლუტურად რეალურად დაისვა. მოგვიყევით თქვენი მეგობრების შესახებ, ასევე ხელოვნებას თუ სწავლობდით, აქ რატომ მოხვედით? ხო, ეს ტაჯიკეთის დედაქალაქი არ არის ცუდი კითხვა, ცოდნაზე არის მიმართული და ცოტა ითვლება ესეთი სტრესული კითხვად, რომ აი რატომ ეკითხება, ანუ უბრალოდ ცოტა რომ დაწაფოს კანდიდატი, რატომ ეკითხება ამას. რაც შეეხება იმ კითხვებს, შეიცვალა თუ არა ქართველი ერის აზროვნება, კიდევ რაღაცა მსგავსი, ამნაირი კითხვები, რომელიც ადამიანების, ინდივიდების ღირებულებებთან არის დაკავშირებული, ამნაირი კითხვებს მე პირადად ვეძახი კულტურული ხმაურის გამომწვევ კითხვებს, იმიტომ რომ შეიძლება მე მიმაჩნდეს, რომ შეიცვალა თქვენ არა და გავაჩაღოთ დავა. არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ჩამოყალიბდება სტერეოტიპი
სტერეოტიპი რომ ნახე რაც უდათ აზროვნებს ჯერ ერთი ორგანიზაციაში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია სადაც ყველას ერთად ჯეროდეს რომ კი ან შეიცვალა ან არ შეცვალა გამორიცხულია ხო ეს მისი ნება როგორ იფიქრებს ჩვენ გვინდა мотиваცია საქმე რო გააკეთოს, სურვილი ქონდეს, мотиваციაც რაღაც ესეთი აღმატებული ემოციას არ ვეძახი, სურვილი ქონდეს საქმის გაკეთების. საქმის გაკეთების სურვილი არის ხოლმე თანამდებობა, ორგანიზაცია, საქმე და ანაზღაურება, და ეს ცოდნა და мотиваცია. ასე ძალიან საინტერესო გამოვლინდა ეს შეკითხვები, რომლებიც კანდიდატებს მოეჩვენათ უცნაურად და გაუჭირდათ პასუხის გაცემა. რა ტიპის შეკითხვები ამოვიდა, ასე ვთქვათ, გამოკითხვის ამ შედეგებიდან ძირითადად? ხშირად ის რომ ვთქვათ, თუნდაც ბავშვობაში ვინ იყო საყვარელი გმირიან პერსონაჟი, შესაძლებელია მის ესე ვთქვათ, სულს წარმოაჩენდეს თუ რაზე აი მაგიტომაც ჩათვალეს უცნაურად, რომ არაფერში არ სჭირდება ორგანიზაციას რა იყო ბავშვობაში საყვარელი გმირი კანდიდატის. დაუშვათ იყო მაგალითად მის დათა თუთაშხე მერე ჩვენ სულისკვეთებას წარმოაჩენ ამით რომ იქნები არაფერი სულისკვეთება შეიძლება ისეთი უპასუხისგებლო და განსხვავებული ღირებულებები ქონდეს იმით დათა თუთაშხეა ზოგ სხვადასხვა 1000-ნაირად შემიძლია გავიგო დათა თუთაშხე წავიკითხონ დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად ისეთი მითი გაიგო როგორც ჭაბუამი რეჯიბმა დაწერა ხო არა ხო ვერ გაიგებს ესე შეიძლება უბრალოდ მოსწონდეს მაგალითად რაღაც ვიღაცა გმირი ამითი ვერაფერს ვერ გავიგებთ. ეხლა ჩვენც მოგწონს ესეთი იმებიდან ეს მისი სულის გამოძახილია ვერ დავარქმევთ. თქვა და ვერც ვერაფერ ინფორმაციას მომცემს. გარდა იმისა, რომ თქვა, უკაცრავად ბერჯერ შეგაწყო. დაოჯახების შემთხვევაში დაანებებთ თუ არა სამსახურს თავის ისმება ასეთი შეკითხვა რა უნდა უპასუხო ამ დროს. ხო, აი ესეც ორ ღირებულებებს შორის დილემაში ჩაგდება, არის ძალიან სტრესულია. არც ეს კითხვა არ შეიძლება. ხომ არ იცის გარანტირებულად ამ ადამიანმაც, თუნდაც ძალიან ესე გჭირდებოდეს პასუხი, რომ ან დაანებებს, ან ვერა, რა იცის, ან რატო დაანებებს, ესეც ხო არ იცის მისეს. არაფრის მომცემი კითხვა, ესეც არ უნდა დავსვათ ეს კითხვა. ჯერ ერთი რომ შექმნას ოჯახი, ხო, ამ კითხვას მე ვიცი რატომაც ვამბობ ხოლმე, ანუ შეგვეწირები თუ არა. მე არ მინახია ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში შეეწირება მსხვერპლად. და მეორეც არც ორგანიზაცია არ მინახია ესეთი, რომელიც აი სიცოცხლის ბოლომდე იტოვებს ხოლმე, ხო, იმას თანამშრომლებს ესეთი მდგომარეობა არა. და ვფიქრობ, რომ ეს კითხვაც არაფრის მომცემი არ არის. როგორც წესი, რაში ჭირდებათ კომპანიებს ესეთი უცნაური ტიპის შეკითხვების დასმა? ის გაგებას ცდილობენ, რამდენად მართებულად ისმება და როგორ პასუხებს იღებენ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რისთვის ჭირდებათ? აი ეს ბოლო კითხვა ჭირდებათ, იმისთვის აი რამდენად სულით, გულით გადარეულია ჩვენთან მუშაობა ისე უნდა. ძალიან გინდათ მუშაობა იყო შეკითხვა, რომელიც გამოკითხვის მონაწილემ დაასახელა ერთ-ერთ უცნაურად ან გაუჭირდა მასზე პასუხი. უცნაურია ვეთანხმები გამოკითხულს, იმიტომ რომ ძალიან მინდა არის ცოტა ესეთი ინფანტილური გამოთქმა, ბავშვებმა იციან ხოლმე ძალიან მინდა და მეორე, როდესაც ადამიანი მიდის რამდენიმე კილომეტრს გადის და დროს ხარჯავს შესახვედრად, ესე იგი უნდა. ეხა უნდა გავარკვიო რისთვის უნდა. მე და არა ძალიან გინდა თუ მეტნაკლებად. და შეკითხვები, რომლებსაც კანდიდატები თვლიან საინტერესოდ და ვაკანსიის შესაბამისად ერთ-ერთი უცნაური შეკითხვა, რომელიც ამოვიდა გამოკითხვის შედეგები, ძალიან მინდა რომ ვთქვა ღეეთერში, გადააგდეთ წყალში, ხო რა მოხდება. ხო, ეს არის ეს რო გვინდა რომ გავდეთ Google-ს და მე აღარ გამოგდის მდგომარეობა ეს სხვათა შორის. ეს კითხვა მე ვერ გავარკვევთ ვინ გამოგვიგზავნა, თორე ძალიან საინტერესო იქნებოდა რომელ ორგანიზაციაში დასვეს. მე დიდი ის მოხვა განხილვა ამ კითხვას Facebook-საც რომ პრინციპში, როდესაც ესეთ კითხვებს სვამენ, ესეთი კითხვებს ჯერ ერთი უკაცრავად და რამოდენიმე სიტყვით ვიტყვი, სვამენ ისეთი ორგანიზაციები, დასვამს აუცილებლად ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება არასტანდარტული მიდგომა, უცნაური აზროვნების სტილი, რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად ან რაიმე იდეის შესაქმნელად. აი ეს კითხვას, ამნაირ კითხვებს დასვამს აუცილებლად იგივე Google, Facebook, Amazon, Uber, Airbnb, მაგათი კითხვაა ეს და სიტყვასიტყვით ეგეთი შინაარსის კითხვები აქვთ, მაგალითად, რას წაიღებთ მაშინ კოსმოსში, რა იქნება შენი ხელბარგი, ანუ ამით თითქოს ცდილობენ შეაფასონ ადამიანი არის თუ არა ჩვეულებრივი მოკვდავი, ანუ შეუძლია თუ არა რაღაცა განსაკუთრებული მოიფიქროს. ჩვენს ბაზარზე ეგეთი ორგანიზაციები ხო არ არის.
არა ყავს, ხო, ესეთები შესაბამისად არაფერში არ გჭირდება და თან მე იქ როგორ ხდება, იცით, მაგალითად ეს ქვას გადაგდებას. უკვე გეგმავენ ეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ ქვას რო გადააგდებს, თუ ამობს რომ ლივლივებს მაგარი ტიპია, მინდა, თუ ამობს რომ ჩაიძირა, ჩვეულებრივი დეპრესიული, რა ქვია იმას, პესიმისტი ადამიანია, რომელიც არ მინდა და ეხლა ისე უფრო უბრალოდ თუ ესეთი ის ქონდათ დალაგებული, მაშინ არა უშევსა. თუ ისე უბრალოდ აი გავიგერო ქვას რო გადააგდებ, აბა რა მოხდება და შენი აზრი გამიზიარე და ცოტა ესეთია. ტყუილად დასმული დრო. ძირითადად ჩვენ მე სულ იმას ვაკვირდები და სულ იმას ვამბობ, რომ გასაუბრებაზე 40 წუთი იქნება თუ 45 წუთი 40-ვე უნდა იყოს შედეგიანი, რომ თქვა რომ ადამიანმა იცის ეს და არ იცის ეს. და არა ის რომ რაღაცა ვერ მივიღო გადაწყვეტილება. ისე რა კანდიდატი რო ხყავთ ხოლმე ორგანიზაციებს, ეს მაგნაირი კითხვების ბრალია. აქ კიდევ ცალკე პრობლემასთან გვაქვს საქმე პერსონა, რომელიც არჩევს კადრებს. პერსონა, რომელიც მუშაობს კომპანიის, ასე ვთქვათ, თანამშრომელთა განახლებაზე. ძალიან ცუდი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. შერჩევაზე. შეკითხვები, რომელსაც კანდიდატები თვლიან ძალიან საინტერესო და ვაკანსიის შესაბამისად. ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ უკვე მინდა რეზიუმეს სახით რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია მოვისმინოთ თქვენგან. მოგვიყევით თქვენ შესახებ თვლიან კანდიდატები, რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში, რატომ შეესაბამებით ჩვენს ვაკანსიას, რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა, რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ. რა უნდა უპასუხო ამ დროს? რატომ უნდა აუცილებლად სურვილი უთხრას ნამდვილი? ეხლა ყველას უნდა ანაზღაურება, არ აქვს სამსახური ესეც და რატო ამოარჩია? ჩემი რჩევა არის, რომ უთხრან ხოლმე, რომ სამსახურის მაძიებელია. უნდა სამუშაოს დაწყება ამისთვის ეს არ უნდა იყოს გაპრანჭული კითხვები, რომ იმათაც იციან უკვე რასაც უპასუხებენ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ესეთი შაბლონი პასუხი არის, იმიტომ რომ წარმატებული ორგანიზაცია ხართ და ამ დროსო არა ვართო წარმატებული, ერთხელ ძალიან გულიანად ვიცინეთ ამაზე, რომ ესე მითხრესო და ამ დროსო არა ვართო წარმატებულიო და მე მოვთხოვითო რომ დაესაბუთებინე, აი რაშიო და გაჩერდაო იქ. მოკლედ უნდა უთხრას გულწრფელად, რატო უნდა მუშაობა. შეიძლება არ თქვა წარმატებული, მაგრამ მოიძებნოს ინფორმაცია, იმიტომ რომ მაგალითად თქვენ ხართ რადიო იმედი, რომელიც ყველაზე ადრე გადის ეთერში. ყველა ორგანიზაციას ესეთი ერთი ცალი უპირატესობა და აი ის მოძებნოს. და ისაუბროს ამაზე. რატომ შეესაბამებით ვაკანსიას? რატომ შეესაბამებით ვაკანსიას? ცოტა სტრესულია, მაგრამ კარგი კითხვა არის. რატომ შეესაბამები? ანუ ესეც არის თემა, ანუ რას ფიქრობს, რა იცის, რომ იმ ვაკანსიაზე იქნება წარმატებული. ანუ თავის ცოდნას უნდა გაუსვას ხაზი და არა ის რომ იცით რა ძალიან მინდა მაქვს გამოცდილება. არა, მე ვიცი ეს, აი ისე იმას დავამბობ, მე ვიცი ბუღალტერია, ძალიან კარგად ვიცი ფინანსური აღრიცხვა, თქვენს ვაკანსიას ეს ორი რამე სჭირდება და ამიტომაც შევესაბამებით თქვენს ვაკანსიას. და რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ უნდა იცოდნენ წინასწარ. აუცილებლად უნდა იცოდნენ სად მიდიან და აი ბოლო სტატია იყო მე მგონი ჩვენი მოძებნონ ინფორმაცია ყველა ცნობს ამ ქვეყანაში რა კომპანია და როგორი კომპანია არის ჩვეულებრივი ყოფითი კითხვა, რომელიც შეიძლება დაუსვა ნაცნობებში მოიკითხოს, მოკლედ ნაცნობს და იმას ექნება ინფორმაცია. ეს იყო მაძიებელთა დამოკიდებულება იმ შეკითხების მიმართ, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამენ ხოლმე გასაუბრებებზე, როგორია დამსაქმებელთა შეხედულებები, რას აქცევთ თქვენ ყველაზე დიდ ყურადღებას, რა არის უპირატესობა ამ დროს? მოდით რეზუმეს სახით ვისაუბროთ, მივაწოდოთ კონკრეტული რჩევები. თქვენ ხშირად ახსენეთ შევესაბამები, იმიტომ რომ აქვს ამდენწლიანი გამოცდილება, ვისაც არ აქვს გამოცდილება, ვისაც არ აქვს სტაჟირება, რა უნდა გააკეთონ ამ დროს? იმას ეს კითხვაც არ უნდა დაუსვან. მოდი ესე დავიწყოთ. რატომ ფიქრობ რომ შეესაბამები? რატომ გადაწყვიტა დაიწყოს მუშაობა? ან რა არის მისი სამუშაოს დაწყების სურვილი? ეს უნდა დავსვა და რატო შევესაბამები? არა, ვისაც გამოცდილება არ აქვს, გასამიჯნია ეგეც, ანუ კომპანიის HR მენეჯერებმა უნდა დაალაგონ. ადამიანი, ვისაც გამოცდილება არ აქვს, მთელ რიგ კითხვებზე პასუხისგაცემა გაუჭირდება და ვისაც გამოცდილება აქვს, იმას არა, იმას სხვა რამე უნდა ვკითხოთ და იქითარ მხარეს სხვა რამე უნდა ვკითხოთ. ამიტომ ვამბობ რომ უნდა მოემზადო, როდესაც არა მაქვს გამოცდილება და მინდა სადღაც დავიწყო, ჩემი აზრით ის რომ უკვე მინდა სამსახურის დაწყება, ეს არის ერთი სურვილი, მაგრამ არა ესეთი, რომელიც წარმატებულად წარმოგვაჩენს უამრავი კანდიდატების ფონზე. ამის გარდა კიდე რა სურვილი არის და ეს უნდა იყოს გულწრფელი სურვილი, მინდა გავხდე პროფესიონალი, სფეროსი და ასე შემდეგ. ეს არის ზოგადი ლოზუნგები, რომლებსაც HR მენეჯერებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ამობენ რომ ესეც სტანდარტული პასუხებია. მოკლედ
როგორც იმითი ამ ბოლო პერიოდის იმებს შტაბ-ჭრილებებს ვისმენ ხოლმე ძალიან მოსწონთ HR მენეჯერსაც მომზადებული კანდიდატი რომელმაც ზუსტად იცის რატომ იდის ორგანიზაციაში და რატო იწყებს მუშაობას იმ ორგანიზაციაში იმ რაღაცა კონკრეტულ ვაკანსიაზე და ამას ჭირდება გააზრება. კიდევ ერთხელ სამსახურის დაწყება ყველას უნდა და პრობლემა არის სამუშაოს დაწყება, განსაკუთრებით ვისაც სამუშაო გამოცდილება არ აქვს, მაგნაირი ადამიანები და კანდიდატები ბევრია, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს იქ რომ იდის მაგალითად პირობითად ავიღოთ რადიო იმედში. რადიო იმედში რატო უნდა? რადიო იმედის გარდა ვიცით რომ შეიძლება იმას ფორტუნაშიც გააგზავნოს, ხო ეს იწებს სამსახურის მაძიებელი ეს არ არის დანაშაული. მაგრამ რადიო იმედში, ფორტუნაში და კიდე რაღაც რადიოში ამ სამში რატო გააგზავნა? რადიოზე გიждდება თუ ფორტუნა და იმედი სხვადასხვა რამეებს ეუბნება? გასაგებია. და როგორი ამ დროს ეტიკეტი, ანუ თქვა ჩვენ ვიცით რომ არ არსებობს კონკრეტული თქვა რეცეპტები, რომელ შეკითხვაზე რა პასუხი უნდა გასცეს, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალური. ამ დროს ალბათ შინაარსზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ღირს ყველაზე მეტად დაფიქრება, მაგრამ შეხვედრის დროს, გასაუბრების დროს, ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა რამდენად განსაზღვრავს აი ჩაცმის სტილი ძალიან ისეთი რაღაცა უცნაურად თუ არ მივა ადამიანი, მე მგონი განსაკუთრებით იმას, ვისაც სამუშაო გამოცდილება არ აქვს და ეხლა იწყებს რაღაცა მცდელობას რომ დასაქმდეს, აკურატულად მისვლა და რაღაცა პიჯაკი გინდა თუ არა და ის თვალში გვხვდება ხოლმე. ანუ სტუდენტი რომ არის და ესე გამოწყებილი მოვა, მოგხვდება თვალში, უფრო ესეთი იმაში ჩავარდება კომიკურ მდგომარეობაში ალბათ. მაინდა-მაინც ჯინსით და დახეული ჯინსით მისვლა არ ღირს არც ბოტასებით და ჩვეულებრივი ნაჭრის შარვალი და სამოსი ალბათ ან ყოველდღიური ჩაცმის სტილი არის. უნდა დავასრულოთ და ბოლო რჩევა მინდა მივაწოდოთ თქვენგან მსმენელებს და ამით ვასრულებთ კიდეც დღევანდელ გადაცემას. ყველაზე მთავარი რაც უნდა გაითვალისწინონ. სამუშაოს მაძიებელმა აუცილებლად კანდიდატი ვინც არის რატომ მიდის შეხვედრაზე, ამასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი ლოზუნგებს ვეძახით ხოლმე. და ის ვინც გასაუბრებას ატარებს, აუცილებლად უნდა ნახოს როგორი ტიპი გადაავლოს, კიდევ ერთხელ როგორი ტიპი სჭირდება და კონკრეტული კითხვა დასვას. ოჯახური მდგომარეობა, ქვაში წყალში ქვის გადაგდება, მე მგონი ნაკლებად კარგავთ კანდიდატებს ხოლმე. ისინი სამუშაოს დაწყების შანსს კარგავენ კანდიდატები, როცა მომზადებლები არიან და HR მენეჯერები კარგი კანდიდატების დაკარგვის შანსი მაღალია, როცა ესეთი დაუგეგმავი და არც თუ ისე რელევანტური კითხვებით მიდის ხოლმე პროცესი. უღრმესი მადლობა. მედია ტაბაძე საკონსულტაციო კომპანია ისორცის დირექტორი საუბრობდა რადიო ემედის ღეთერში, გახდეთ ნინი ხუგაშვილი, საუბრობდით თემაზე, შეკითხვები, რომლებიც ისმის გასაუბრების დროს. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. აჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო, საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად.